ეს გადაცემა მონატრების ფერებია, მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ. გამარჯობა საბერძნეთის დედაქალაქი ათენიდან. ჩვენი გადამღები ჯგუფი უკვე მერამდენედ ესტუმრა საბერძნეთს და კონკრეტულად ათენს, რადგან აქ ძალიან ბევრი ქართველი ემიგრანტია. საბერძნეთის დედაქალაქ ათენში უამრავი ქართულ-ბერძნულ კულტურული ორგანიზაცია შეიქმნა. იმისთვის, რომ ქართველებს ქართველობა არ დაგვეკარგა და აქ ემიგრაციაში დაბადებული ქართველი ბავშვებისთვის მშობლიური ქართული გვესწავლებინა. დღევანდელი ჩვენი გადაცემა იწერება ბერძნულ ქართულ ასოციაციაში, რომლის ხელმძღვანელიც გახლავთ ქალბატონი ხატია ქარსაულიძე და მას მადლობა, რადგან მოგცა საშუალება, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემა ჩაგვეწერა მის ორგანიზაციაში. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი გახლავთ აღნიშნულ ასოციაციასთან არსებული დავით გურამიშვილის სახელობის ქართული საკვირაო სკოლის ხელმძღვანელი ქალბატონი თამარ აფციაური. მოგესალმებით ქალბატონი თამარ. მადლობა რომ გამონახეთ დრო და იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას, რადგან აქ ქართველ ემიგრანტს დრო გათვლილი აქვს და ფიქრობს, რომ საკუთარი მიზანი მალე აისრულოს და დაბრუნდეს სამშობლოში. მადლობა კიდევ ერთხელ, რომ გამონახეთ დრო და იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. მადლობა თქვენ, რომ ასე აფასებთ ემიგრანტებს. აი ასეთ ლამაზ მარგალიტებს აგროვებთ. 2003 წლიდან ვარ ემიგრაციაში. ჩემი ემიგრაციაში მოხდრის ამბავი უკავშირდებოდა ჩემი შვილების განათლებას. 3 შვილი მყავს. და ერთდროულად მომზადების პროცესები რომ ვერ დავძლიეთ, გადავწყვიტე წამოსვლა, იმიტომ რომ სამივე სხვადასხვა ასაკისას სხვადასხვანაირად სჭირდებოდა დახმარება. აი პირველად ვის გაუმხილეთ თქვენი ეს გადაწყვეტილება, რომ მივდივარ ემიგრაციაში? ეს გადაწყვეტილება მარტივი არ არის, ამ გადაწყვეტილების მიღება. ნამდვილად არ არის მარტივი. აქ ემიგრაციაში მყავდა დედა. მყავს და ერთი წლით ადრე, ვიდრე მე გადავწყვეტდი წამოსვლას, ჩემი და თავის ერთადერთი ქალიშვილით მეუღლესთან ერთად მოადგა საბერძნეთს. კარგად დაბინავდნენ, ასე ვთქვათ, სამსახურიც, სახლიც ნახეს და აი ამან გამათამომა. დილიდან საღამომდე რომ არ დაგიმალოთ, მუშაობდი სკოლაში, კერძო სკოლაში მუშაობდი დილის საათებში და 2 საათიდან რუსთავის მე-13 საშუალო სკოლაში ჩვეულებრივ დაწყებითი კლასების მასწავლებლად კლასი მყავდა ჩვეულებრივ. ესე იგი დილიდან საღამომდე სკოლაში ვიყავი. საღამოს შვილებთან ერთად და ჩემი აღებული ხელფასი ერთ დღეში, ანუ სკოლიდან გამობრუნებული სახლშიც ვერ მოყვებოდა, ხო, გვეხმარებოდა დედა. და დედამთილიც ცოტა ხნით იყო აქეთ. და გადავწყვიტეთ მეც და ჩემი მეუღლე სახანძროში მუშაობდა რუსთავში, 10 მეთაური იყო, მაგრამ ხელფასი სახანძრო თუ მოიკითხავთ, სასწავლო პერიოდი გვაქვს გავლილი. მთელი 2 წლის განმავლობაში ხელფასები არ ქონდათ, ბიჭებს ისე იმუშავეს და რაღაცნაირად აი ყველა მხრიდან რომ მივხვდით, რომ გასაქანი არ გქონდა, გადავწყვიტეთ და წამოვედით. ჯერ მე წამოვედი და 3 თვეში ჩემი მეუღლეც ჩემთან ერთად. გაიხსენეთ ის დღე, როდესაც სწავლობთ საქართველოს და მოდიხართ საბერძნეთში, მაინც უცხო ქვეყანაში ბედის აძიებლად. რა თქმა უნდა, აი ეხლა ამ წუთას როგორც მეკითხებით, განვიცდი, აი ამას განვიცდი. თვითონ თვალწინ მიდგას, რომ დგავარ ავტობუსთან და ორთაჭალაში, ხო? თუ დიდი რუსთავში ბერძნების საზოგადოება არის და იქიდან გამოდიოდა ხოლმე, მე გადიოდა ორთაჭალას. და დგას ჩემი 3 შვილი, დედამთილი და ჩვენთან ერთად ახალგაზრდა საშუალო ასაკის ქალბატონი, ახალგაზრდა ბიჭთან ერთად. და რაღაცა მომენტში მომიბრუნდა და თქვენც მოდიხართ, ხო, დიახ, მე ვთქვარ, მეც მოვდივარ. იცით, 17 წლის დავტოვე შვილიო და 3 წლის მერე უკვე ვაჟკაცი დამხვდაო და ჩემს სიხარულს აი ძალიან ნანობ და რაღაცა თითქოს არც მე სიამოვნა და თითქოს მეცნო კიდევაც და მართლაც ესე მოგვიწია მე და ჩემ მეუღლეს 3 წელი არ ქონდა საბუთები და 3 წელიწადში რაღაცა კანონი შემოვიდა, რომ ოლიმპიადის პერიოდში ვინც მოასწრო აქ ყოფნა და აიღო რაიმე საბუთი
გავაკეთეთ საბუთები ჩვეულებრივ და 2003 წელში ჩამოსულებმა 2006 წლის ზაფხულში ვინახულეთ შვილები და ის ზუსტად ის ქალბატონი გამახსენდა, არ მახსოვს სახელი და გვარი და ზუსტად ის როგორ ვთქვა, ის ბედი გავიზიარე თითქოს იმ წუთში. ჩამოხვდით ქალბატონო თამარ, მაინც უცხოა გარემო, ვინ ხვდებათ ათენში და როგორ იწყება თქვენი ემიგრანტული ცხოვრება უცხოეთის ცის ქვეშ? სასაული იყო. საღამოს საათებში შემოდის ავტობუსი. თქვენ გადმოპარვით ჩამოხვდით უკვე საბუთები? არა, გადმოპარვით. საბუთები არ გაკეთდა არაფრით. და ეს პერიოდი რომ მოყვეთ საქართველოდან საბერძნეთამდე გზა, იმიტომ რომ ბევრი სხვადასხვანაირად ყვება იმ ამბავს, აი ვიწრო ადგილში, ასე. ზუსტად ასე მომიწია სხვათა შორის. ვეცადეთ გერმანიიდან წამოსულიყავი და გაკეთებული იყო ეს რაღაც საბუთები, მაგრამ ვიზის მიღება გახდა ძალიან ძნელი. ერთადერთხელ ვარ შესული საბერძნეთის საელჩოში და რა თქმა უნდა უარით გამოსტუმრებული, მაგრამ რადგან გადაწყვეტილება გქონდა მიღებული, უკვე აღარ ვეძებდით გზას, უკვე სხვა გზა შემოგთავაზეს გავიგეთ, რომ არსებობს ასეთი დამალვით და ასე ვარ ჩამოსული ავტობუსის საბარგულში, ალბათ ხო საბარგულია ეს ადგილი, ასე შემოვედით 4 ქალბატონი. აი ეს მახსოვს კარგად. გაგვიჭირდა რა თქმა უნდა, ვერ წარმოიდგენთ რა ძნელია, როცა არაფერი არასდროს დროს გაგიკეთები არაკანონიერი და ამას გადიხარ, შეგნებულად აკეთებ ამას. რაღაც სასწაული იყო, მაგრამ იცით რა, ჩამოსვლისთანავე ალბათ შაბათი დღე იყო და ორ შაბათს უკვე მივაკითხეთ ადვოკატს, რომ არაფრით არ გავჩერდებოდი საბუთის და აი რაღაც საბუთის გარეშე. ძალიან სხვანაირად უყურებ ამ ყველაფერს მე. და ნამდვილად ავიღე ის საბუთი, მე გამომადგა აი ამ საბუთების, კანონიერი საბუთების გაკეთებაში. და სწორია ვთვლი, რომ თუ ძალიან არა აქვს ადამიანს საჭიროება, ხო? არ უნდა წამოვიდეს სამშობლოდან. მით უმეტეს სამი შვილის დატოვა. 17 წლის იყო ჩემი უფროსი ვაჟიშვილი, 14 წლის და 12 წლის გოგონები. აი როგორ შეხვდით დედის ამ გადაწყვეტილებას? იცით რა, კარგ ხანს ვემზადებოდით, ასე ვთქვათ, ალბათ წელიწადი მაინც ფსიქოლოგიურად. აი ასე სადილობისას ხშირად ვსაუბრობდით, აბა მე რო წავალ ახლა ასე გააკეთებთ, როგორ მოიქცევით? აი ეს არ არის მაგალითად, რა სიზავთ? ელოდებით ერთმანეთს, ვსთხოვთ ერთმანეთს, რა როგორ იქცევით? სხვათა შორის ძალიან არ გასჭირებიათ იმ ხრივ, გაუჭირდათ უდედობა და უმამობა, მაგრამ წესრიგის ამბავში ოჯახში რომ ვინმე რაღაცას არ აკეთებდა სწორად, ეს იყო გამორიცხული. ცხონებული ჩემი დედამთილი ხშირად საუბრისას ხოლმე. ეს რა კარგად გაგიზრდია შვილო, ბავშვები თუ არ არიან, შენ რამდენიც გინდა ეცადე, ხო? ბავშვები, შვილები ყავს ძალიან ჭკვიანი, გონიერი. ვთვლი რომ ეს ღვთის და დიდი მადლია. სამთოში ჩამოიყვანეთ თქვენი მეუღლე. და უკვე ერთად იწყებთ ცხოვრებას. ერთად ვიწყებთ. როგორია აი აქ ქართველი ემიგრანტის ცხოვრება, იმიტომ რომ საქართველოდან ყველაფერი ნათელ ფერებში ჩანს და ყველას გონია რომ აქ ყველანი მოდიან ევროპის მსხმოიარე ხეების სანახავად. ხშირად ეს მსმენია და ალბათ ჩვენი გადაცემაც ზუსტად ამას მიუძღვენთ, რომ ქართველ ემიგრანტს თავად მოეყოლა რაოდენ რთულია აქ ცხოვრება, ასევე ის სულიერი ტკივილი, რასაც თითოეული ადამიანი განიცდის. მე ვფიქრობ ამდენი ხნის განმავლობაში უკვე ეს ამბავი რომ ევრო ხეზე არ იკრიფება, ყველა ვიცის ალბათ უკვე. და არ იყო იოლი. მით უმეტეს რომ თვითონ ოჯახში, რომელ ოჯახშიც მე და ჩემი მეუღლე დავსაქმდით, ხო, ჯერ მე დავსაქმდი და თვითონ ოჯახმა უკვე იცოდა. მე თვითონ წავედი ისეთ ოჯახში, ვისაც სჭირდებოდა მამაკაცის საქმე. დიახ, სამსართულიანი ეზო, დიდი აუზით, ორბავშვიანი ოჯახი იყო და 3 წელი ვიყავით მე და ჩემი მეუღლე ამ ოჯახში და თქვენ წარმოიდგინეთ ამ 3 წელში 2 ბავშვი კიდე გააჩინეს. რამხელა სიყვარული ჩავდეთ ჩვენი იქ. ეს მარტო უფალმა იცის. და სკოლაშიც, აი საკვირაო სკოლაშიც ჩემი დასაქმების მომენტი, აი ეს დასვენების ერთი დღე, მთელი კვირა.
ცხოვრობს ხვის სახლში და გამოდიხარ 24 საათიანი დასვენების დღე გქონდა და დის ოჯახში მივდიოდი ხოლმე და წარმოიდგინეთ დის ოჯახშიც ის 5-6 საათი მივდიოდი საკვირაო სკოლაში. ძალიან საინტერესოა. ამ ხნის განმავლობაში რა გენატრებოდათ ყველაზე მეტად? სანამ სამშობლოში დაბრუნდებოდით. ამ ხნის განმავლობაში ყველაზე მეტად ჩემ შვილებთან ჩახულდება. შვილები მათი ცხოვრება. ეს ის პერიოდია, რომ სოციალური ქსელი ფეხს იკიდებს. ახლა SMS-ები იწერებოდა, დიახ, მახსოვს 2006 წელში რომ კომპიუტერი შეუძინეთ ჩემ შვილს. დღე და ღამე უკვე აღარ იყო ჩვენთვის ჩვენ ტელეფონები და ის კომპიუტერით ფაქტიურად რა ვიცი დღეში რამდენჯერ უკვე SMS-ები თან წერილები დავიწყე დიახ წერილების წერა მოგვიწია ძალიან ცოტა ხნით თითქმის 1 წელიც უცებ შემოვიდა ეს ტელეფონები და SMS-ები უფრო 3 წლის შემდგომ ბრუნდებით საქართველოში როგორც თქვენ აღნიშნეთ როგორი არის 3 წლიანი განშორების შემდგომ სამშობლოში დაბრუნება და ვინ ხდებათ აეროპორტში პირველი დაბრუნება მინდა გითხრათ რომ არ იყო თვითმფრინავი ავტობუსით დავბრუნდით რადგან ჩემო მეუღლემ გააპროტესტა სამჯერანი ნამგზავრი თვითმფრინავით მაგრამ რაღაცნაირად გააპროტესტა ეს და იძულებული ვიყავი რომ წავედით ავტობუსით დავკარგეთ რა თქმა უნდა იქითაც და აქეთაც 2 დღე 2 დღე ნახევარი დაახვდნენ ბავშვები, რა თქმა უნდა, აი ზუსტად ისე ჩამწყრებებულები, როგორიც დიდები. დიდები, საოცრება იყო, სასწაულის შეგრძნება იყო ამის აღქმა და გააზრება. რა ვიცი, დედები შვილებს არ უნდა ტოვებდნენ. ნამდვილად გეთანხმებით. არ უნდა ტოვებდნენ ამ პატარებს ყოველდღე ჩემი შაბათი და კვირა ჯერჯერობით შაბათი და მე კვირაც დაემატა უკვე 2006 წელს უკვე გამოვედი ცალკე ავიღეთ ბინა მე და ჩემო მეუღლემ და უკვე 1 დღის ნაცვლად 2 დღე მოვდიოდი სკოლაში და 2 დღე როგორ მოხდა თქვენი ქალბატონ ხატიასთან დაკავშირება და შემდგომ უკვე აღნიშნული სკოლის ხელმძღვანელობა? ეს ძალიან შორიდან დაიწყო. როგორც გითხარით, დასთან ცხოვრობდი. ჩემი და იყო საათის ტომოს მაშინდელი პირველი საათის ტომო იბერია რომ გაიხსნა წევრი. და საათის ტომოში გავიცანე მე მხატვრები იყვნენ ძმები, ქალბატონი დარეჯან ღამბაშიძე გავიცანით, რომელსაც ჰქონდა სურვილი რომ სკოლა გაკეთებულიყო. და 2004 წლიდან ეკლესიის შენობა იყო, იქ პატარა ოთახი, ნაქირავები ქონდა და იქ ჩვენივე შვილები, ხა დიშვილი მყავდა მე 7 წლის. მყავს უკვე დიდი გოგონა და ეს საახლობლოში ვისაც ვინ ყავდა. არ იყო მაშინ ამდენი ქართველი არ ყავდა. თქვენ წარმოიდგინეთ 3 წელიწადში, ხო? იმდენი ბავშვი მოგროდა, მე მახსოვს ბატონი ზვე ჭუმბურიძის დროს, ელჩოვის დროს ექსარქიაზე სკოლის შენობა დაგვითმეს, ანუ გამოგვიყვეს ამ თხოვნით, ამდენი ბავშვის, ამდენი 2004 წლიდან აი რეგულარულად მუშაობ სკოლაში. ჩემი იქსიარული ჯერ იყო ჩემი შვილების მონატრების ეს სურვილი. რომ რაღაცანაირად სულ ფიქრობდი, რომ აი მე რო აქ ბავშვებს ვეხმარები, იქ ჩემ შვილებსაც დაეხმარებიან. მავიცი, უფლისნება იყო ალბათ ეს. ეხლა რო ხელახლა მქონდეს გასავლელი, ეს ყველაფერი ალბათ ვერ გავბედავდი. ეგ უნდა გითხოთ, წარსულში რომ დაგაბრუნათ. გახდებოდით ემიგრანტი, გადადგამდით ამნა ბეიჯს. აი დღეს აი ეს ამდენი რაღაც რომ მაშინ მწოდნოდა რომ უნდა გამევლო, ალბათ შემეშინდებოდა. ალბათ ვერ გადავწყვეტდი. რა გასწავლათ ემიგრაციამ? ალბათ როგორც ყველა ქართველს პირველ რიგში ვფიქრობ რომ ადამიანის ცნობა. მე ვთვლი რომ მართალია ძნელი იყო სამშობლოს დატოვება და აქეთ წამოსვლა, მაგრამ ვთვლი რომ ერთგვარი სულიერი გაზრდა იყო ეს. ალბათ უნდა მენახე, სულ ვფიქრობდი ხოლმე რისთვის ვცხოვრობთ.
სულ ეს არის გავაჩინე შვილები, ვისწავლე გავაჩინე შვილები, იზრდებიან და სულ ეს არის დაუბერდები ისევ და კიდე რა არის? აი რა არის ამაში ყველაფერში? ამაში ყველაფერში არის ადამიანის სულის განვითარება, სწავლა, გამოსვლა იმ ჩვეული რიტმიდან კომფორტის ზონას რომ ეძახიან დღეს, ხო, დაარქვეს სახელი. და ფეხის აწყობა რაღაც უცხოს ახლის გაკეთება. და სწორედ ამან, აი რადგან ერთი გიჭირს ადამიანმა გადადგა ფეხი იქ, სადაც არ იცი რა გელოდება. რა მოგცათ და რა წაკართვათ ემიგრაცია? წართმევით ემიგრაცია ალბათ ვთვლი რომ წამართვაც არა, ალბათ გავუშვი მე თვითონ ის პერიოდი, რაც ჩემ შვილებთან ურთიერთობას, თუმცა სულ მქონდა. აი სხეულებრივი კავშირი არ მქონდა, ეს არის, ხო? როცა გინდა მოეფერო, ჩაიხუტო, მაგრამ სიტყვის თქმას და აზრის გაცვლას ეს არასოდეს ყოფილა წინააღმდეგობა ჩემთან. აი ეს მომენტი, მაგრამ უამრავი რამ დამანახა, უამრავი რამ მასწავლა. განა საქართველოში არ გავიცნობდი ბევრ ადამიანს, ბევრს ვისწავლიდი ნაბიჯ ცხოვრებას, ხო, რაღაც ახალს. მაგრამ ემიგრაცია სულ სხვა რაღაცაა. მიდიხარ იქ, არ იცი სად, აკეთებ იმას, რაც არ იცი როგორ მოგიბრუნდება მერე. თქვენ როგორ მოგიბრუნდათ? მე ვთვლი რომ მადლიერი ვარ საკუთარი მესი ხმამაღლა ნათქვამია შეიძლება, მაგრამ მიხარია რომ გადადგე ეს ნაბიჯი. ვთვლი რომ საქართველოში დიახ, რა თქმა უნდა, სკოლაში 25-30 მოსწავლე 4 წელი პირველი ნაკადი, მეორე ნაკადი გაუშვებდი, როგორ არა სჭირდებათ, მაგრამ იქ ბავშვებს მშობლები ყავთ. და ძალიან მშობლებს თავიანთი შვილებისთვის აქ რომ მოდიან ბავშვები, აქ პატარა საქართველო გვაქვს. აქ ისეთ გარემოში შემოდიან ბავშვები, ისეთ ნაირად ვეხმარები, ხმამაღლა ნათქვამი, ნუ იქნება, ანუ გამიგებს მსმენელი. აი, როგორ გითხრათ, სასწაულია. კი, ნამდვილად მესმენია, აქ თითოეულ გაკვეთილზე როგორ ატარებთ თქვენ და ასევე მართლა აიქ რომ შემოვიდგი პირველად ფეხი, როდესაც ათეში ჩამოვედი, მართლა ვიგრძელის ქართული გარემო, ყოველ ქართული, ეს ქართული ლიტერატურა და ასე შემდეგ, მართლაც ადამიანი ვერ გრძნობს თავს სამშობლოსგან შორს, ანუ რამაც გადაარჩინა ჩვენი ქართველი ემიგრაცია, ყოველთვის ვამბობ ხოლმე, ეს იყო ეკლესია, ეს იყო ქართული თეატრი და აი ეს ქართულ ბერძნული კულტურული ორგანიზაციები, სადაც შეეძლო ადამიანს მოსულიყო და თუნდაც ეს μονატრებული ქართული გაეგო, მოესმინა, საკუთარი დარდი გაეზიარებინა და რჩევებიც მიიღოთ ერთმანეთისგან. ბევრს უთქვამს, რომ აი მithქვამს, რომ აი მე ესეთი ოჯახი შემხვდა, ისეთი, აი რას მირჩევ და ასე შემდეგ და მართლაც დასაფასებელია ეს აღნიშნული ორგანიზაციები. რას ეტყვით ქალბატონო თამარ ჩვენს ქართველ ემიგრანტებს, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ბევრი ყავს ჩვენ სამშობლოს სოფლიოში მიმოფანტული. ყველა ემიგრანტში ვხედავ საკუთარ თავს. და იმედია ხმამაღლა ნათქვამს არ ჩამეთუს, სხვანაირად არ გაიგებენ. და არც უნდა გაიგონ, იმიტომ რომ დავიბადე საქართველოში, ვარ ქართველი. ჩემი ვალდებულება ვემსახურო ყველაფერს ქართულს. ოჯახს და ნათესავებს რო ადამიანი უნდა გამოადგეს, ამაში ორი აზრი არ არსებობს, ხო? ყველაზე დიდი მაინც მთავარი რაც არის და რაც მიმაჩნია ცხოვრებაში, ეს არის ქვეყანას გამოადგეს ადამიანი. თავის ქვეყანას გამოადგეს. ყველანაირად ვეცადე, ძალიან ბევრ გაჭირვებასაც გაუძელით, ძალიან უამრავი დასვენების დღე ბჭყალებში დავისვენე ქართულად, ქართულ სკოლაში, საკვირაო სკოლაში, უამრავი მოსწავლე, უამრავი ბავშვი გავიცანი. ვისაც ვთვლი, რომ სჭირდებოდა ჩემთან ურთიერთობა და მე მათთან ურთიერთობა. ვთვლი, რომ სადაც არ უნდა წავიდეს ემიგრანტი, რაც არ უნდა აკეთოს, ხო? ქართული საქმე უნდა გააკეთოს, საქართველოსთვის უნდა იყოს ის პირველ რიგში. როგორი ფერი აქვს მონატრებას? მონატრებას მარგარიტის ფერი აქვს, თეთრი ფერი აქვს, სისპეტაკი აქვს. იყო პერიოდები, რომ აი ამ მონატრებას ჰქონდა მუქი ფერიც, ჰქონდა ღია ფერიც. იცით რა, ყველაფერში დევს
რაღაც ისეთი, რასაც ადამიანის გონება ვერ შეწყდება. სული, მე ვფიქრობ, რომ ადამიანს უნდა მართავდეს სული და სულის ქმედებას რაღაცნაირად დრო რო გადის, ხო? მე ხვდები რაშია საქმე. რატომ გააკეთე, რატომ გადადგი ის ნაბიჯი? აი, ქალბატონ ხატიასთან ამ ორგანიზაციაში ჩემი მოსვლაც სასწაული იყო. მეგობარს მოვყევი წიგნების თვის. უმკიდა ხელი ხატიამ შემიყვანა წინა იქით შენობაში ვიყავით მაშინ. შემიყვანა საკლასო ოთახში, ნახეთ თქვენ ლამარე მასწავლებლის ოთახი, ხო? დიახ, კი. ლამარე მასწავლებელი ერთი წლით ადრე იყო შესული ამ ორგანიზაციაში. პარალელურად ვმუშაობდით მე შაბათი კვირა ქალბატონ დარეჯანთან სკოლაში და ქალბატონი ლამარე აქ. აი, ქალბატონ თამარ, არ გინდათ ჩვენთანაც რომ მობრძანდეთ? ისიც რამდენი ბავშვია, ეჭვიც არ შემპარვია, იმიტომ რომ ცეკვის წრეები, სიმღერის წრეები იყო ამ ორგანიზაციაში და ავიჩე ჩემხრები ჯერ მომერიდა რაღაცნაირად, ეხა იქ ვარ და აქეთ რანაირად. მე რომ დავფიქრდი, შაბათ დღეს შემიძლია ქალბატონო ხატია თუ იქნებიან მსურველები. ვაიმე რა კარგია, მობრძანდით შაბათს და თქვენ ვერ წარმოიდგენთ 27 მოსწავლე შაბათ დღეს, ოღონდ სხვადასხვა ასაკის. გაოცებული, გაშტერებული, მთელი ის ღამე არ მიძინი. ამდენი მოსწავლე ერთად. კი, ქალბატონ დარეჯანთან 5, 6, 10 მოსწავლეც ყოლია, მაგრამ ასეთი სიმრავლე და სიუხვე, რაც ამ ორგანიზაციაშია, არ ვერც წარმომედგინა. უბრალოდ. ეს ბავშვები არიან უკვე ძალიან დიდები. ზოგი საქართველოში მიბრუნდა, ჩააბარეს რა თქმა უნდა, მადლობას რამოდენიმე პედაგოგმა არ დაიზარა და მესენჯერის საშუალებით მადლობა გამოიცხადა, რომ რა კარგად კარგი მასწავლი გრამატიკით თავს ვიწონებთ. ძალიან მაგარია. თავად თუ აპრიებთ დაბრუნებას საქართველოში? ძალიან ხშირად ვფიქრობ, აუცილებლად დავბრუნდებით. და როდის მიხვალ ტურისტულ კომპანიაში და აიღებთ ერთი მიმართულების ბილეთს სამშობლოში და იტყვით, რომ ჩემი მოღვაწეობა საბერძნეთში დასრულდა და ახლა უკვე ჩემი თავი უნდა მოვახმარო ჩემს საქართველოს. ჩემს რუსთავს. ჩემს რუსთავს, ხო? ნახეთ ახლა რაღაცას ისეც ვიტყვი. იქნებ გაგიკვირდეთ კიდევაც ეს იტყვით, რომ ალბათ შეჩვევა იცის ყველაფერმა, ხო? მაგრამ ვთვლი, რომ არ ვარ მთლად ქვეყნისგან მოშორებით. ვთვლი, რომ ჩემს ქვეყანას, აი აქაც ვჭირდები, აი აქ ვჭირდები, აი ამ საზოგადოებას ვჭირდები, აქ დაბადებულ პატარებს ვჭირდები, მოზარდებს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა თაობა მოდის. ამათ სჭირდებათ ქართული, ამათ სჭირდებათ აუცილებლად სჭირდებათ ეს გარემო. თუ კი მოვა ვინმე, ვისაც ჩავთვლი, რომ შეუძლია შემცვალოს სიამოვნებით. დაბრუნდებით საქართველოში. დავბრუნდები, რა თქმა უნდა. გაქვთ ისე ზოგადად სურვილი, განწყობა? დიახ, როგორ არა, მაქვს. ხშირად სხვათა შორის ეთქობა ესეც დროის ამბავია, რომ რაღაც პერიოდამდე რომ მიდის ადამიანი, მე ფიქრობს ამ ყველაფერზე. ვფიქრობ ხოლმე, რომ დავბრუნდები, რას ვაკეთებ. სკოლისკენ გამირბის გონება, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ასაკი მექნება ალბათ და ვფიქრობ, რომ სკოლის გარეთ უნდა ვნახო რაიმე. იმიტომ რომ ალბათ ინტელექტუალური სამსახურის და სამუშაოს გარეშე გამიჭირდება ყოფნა. ქალბატონ თამარ, ვინც ახლა უყურებს ჩვენს გადაცემას და ვერ გადაუწყვეტია კიდე გადადგას თუ არა ნაბიჯი და გახდეს ემიგრანტი, ფიქრობს, ორჭოფობს, რა რჩევა შეგიძლიათ მისცეთ მათ? ძალიან კარგი კითხვა დასვით და საერთოდ ხშირადაც ვფიქრობ. მე არ მინდოდა მაგალითად ჩემ შვილებს გამოეცადათ ეს, რაც მე გამოვცადე. და ძალიან დიდ უარზე ვიყავი, მაგრამ ჩემ ვაჟიშვილმა ისე აეწყო, ისეთნაირად მოეწყო, რომ მოუწია წამოსვლა და თავისი, აბსოლუტურად თავისი ენერგიით, თავისი აი საბერძნეთში არის. საბერძნეთშია, დიახ, უკვე 2019 წლიდან. და თავისი ყველაფერი. დაქორწინდა, ყავს შვილი, 2 ვაჟიშვილი ყავს საქართველოში და არის ძალიან ბედნიერად და ბუნებრივად და ვერც წარმოუდგენია, არ გრძნობს უცხოთ თავს. იქნებ იმიტომ რომ დედა და მამა ყავს, დეიდა ყავს, ხო, ბებიაც ხო ყავდა აქ და შეიძლება იმისთვის, მაგრამ იცით რა, ქალებისთვის არ ვიფიქრებდი.
მამაკაცებისთვის სულიერი გაზრდის მიზნით. იმიტომ რომ ქალს ისედაც აქვს, ქალი ისედაც იზრდება, ოჯახშიც იზრდება, შვილების გაზრდაშიც. ცუდი არ იქნება დაქორწინებამდე. თვალი გადაავლონ. მე არ გამოვი საკუთარ თავთან აბსოლუტურად აფასონის მონაწილეობა სამშობლოდან განშორება საყვარელ ადამიანებთან დაშორება მაიცხებს 1000-ობით კილომეტრი გვაშორებს სამშობლოს თუმცა აი ამ გარემოში ცოტა ძნელი აღსაქმელია რომ მე ახლა ამ გადაცემას ავწერ საქართველოში დავწერთ ათენში ცოტა ისეთი შეგრძნებაა მე შინოდა მაგრამ ვთვლი რომ კარგი გამოცდაა ცხოვრებისეული, კარგი გამოცდა. მე მივესალმები იმას, რომ ხდება ისეთი რაღაც, რომ მოდიან აქეთ, ცხოვრობენ რამოდენიმე წელი და ბრუნდებიან და აკეთებენ. მე ასეთ ოჯახებს ვიცნობ, მე ასეთ ახალგაზრდა ოჯახებს ვიცნობ. და მიხარია, რომ იმ გამოცდილებას, იმ დროის ფასს, იმას, რასაც თითქოს ხო ვერ პოულობ თითქოს საქართველოში, რომ შენ თავში ეს ძალა იპოვო. ქართველები რაღაცნაირად მშობლებზე არიან დამოკიდებულები, ხო? მეც ახლა მშობელი მყავდა, აქეთ მიტო გადავდგი ალბათ ეს ნაბიჯი, თორე ალბათ შეიძლება ვერ გამერისკა, ხო? თული მე მაგალითად უსურვებდი, ოღონდ დარჩენას არა. დაბრუნებას აუცილებლად დაბრუნებას სავსე გამოცდილებით სულიერი ამაღლებით, აი ზუსტად ის მოწოდების სიმაღლით, რომ შენ ხარ ქართველი და შენ ქვეყანას უნდა ემსახურო. სიტყვითაც, საქმითაც, სიყვარულითაც. და ბოლოს რას გვისურვებთ ქალბატონო თამარ ჩვენ გადაცემა მონატრების ფერებს, რომელიც ქართველი ემიგრანტებისთვის შევქმენით და მათ ხმას მსოფლიოს ვაგონებთ. სასწაული გადაცემა გაქვთ. იმდენად საინტერესოა თქვენი გადაცემა, რამდენადაც საინტერესოა თითოეული ადამიანის ცხოვრება. ყოჩახთ თქვენ, რომ აი ამას აკეთებთ, ეს არ არის იოლი გასაკეთებელი, თქვენგან თითქმის ჩვენსავით ცხოვრობთ თქვენს. იმიტომ რომ გადიხართ იმას, რასაც ჩვენ ყვებით, ხო, ჩვენთან ერთად. თქვენ ხართ აი როგორი ის არის, იცით? რომ თითქოს არ ხარ დავიწყებული. ჩვენ ერთმანეთს ვამხნევებთ თქვენი გადაცემის საშუალებით. ჩვენ ერთმანეთს უკეთესად ვიცნობთ. აი ზოგიერთმა შეიძლება შენიშნოს ის, რაზედაც არ უფიქრია. ძალიან კარგი გადაცემაა. ყველას უსურვებ ცხოვრებაში, რაც არ უნდა მძიმე პერიოდი დადგეს, ხო? მე ამისი ბავშვობიდან მსჯეროდა. რაც არ უნდა ყოფილიყო, რაღაც ყველაფერში არის სიკეთე, რაღაცას სწავლობ, რაღაცას ახალს იგებ. და რაც ხდება, უფლისნებით ხდება და სწორად ხდება ყველაფერი. მადლობა თქვენ ამისთვის. მადლობა თქვენ რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. წარმატებები მინდა გისურვოთ. თქვენ საქმიანობაში ბევრი ემიგრაციაში დაბადებული ქართველი ბავშვი გაგიზარდოთ ქართულად და შეგეყვარებინოთ ჩვენი მშობლიური ქართული ენა. ნამდვილად ემიგრაციაში ყოფნის დროს ხშირად მომისმენია რომ აი რატომ ქართული მაგრამ კარგია რომ აკეთებთ კარგ საქმეს და თქვენ არავიწყებთ ჩვენს ემიგრაციაში დაბადებულ ქართველებს შერეული ოჯახებიდან თუ ვისი გორისანი არიან და სად არის მათი ფესვები. წარმატებები კიდევ ერთხელ მე კი ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენებ რომ თქვენ უყურებით გადაცემას მონატრების ფერები მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ. დღევანდელი ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფება საბერძნეთის დედაქალაქ ათენში. ჩვენ გვმასპინძლობს ქართულ ბერძნული ასოციაცია რომლის ხელმძღვანელიც გახლავთ ქალბატონი ხატია ქარსაულიძე და მადლობა მას იმისთვის რომ აკეთებს ქართულ საქმეს და გვმასპინძლობს ჩვენ. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი კი გახლდათ აღნიშნულ ასოციაციასთან არსებული დავით გურამიშვილის სახელობის ქართული საკვირაო სკოლის ხელმძღვანელი ქალბატონი თამარ აფციაური. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს რომელმაც დღევანდელ გადაცემის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა კი ჩვენს მთავარ პროდიუსერს ქალბატონ ლიგია მუშკუდიას რომელიც
ზრუნავს, რომ თითოეული ქართველი ემიგრანტის ხმა ისმოდეს მსოფლიოში. შემოგვიერთით სოციალურ ქსელ Facebook-ში, გამოვყევით Instagram-ზე და გამოიწერეთ გადაცემა მონატრების ფერების YouTube-ის არხი. გააქტიურეთ ზარის ღილაკი, რათა ჩვენი არც ერთი გადაცემა არ გამოგრჩეთ. გადაცემის ხილვა შესაძლებელია My Video-ზე და TikTok პლატფორმაზე. ჩვენი გადამღები ჯგუფის მოგზაურობას მსოფლიოს მიმართულებით უზრუნველყოფს ჩვენივე ტურისტული კომპანია დაგითრეველი. მე გემშვიდობებით რამდენიმე დღით, რამდენიმე დღეში ჩვენ კვლავ ხვდებით ერთმანეთს გადაცემაში მონატრების ფერები.